გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო. მოგესალმებით. მე ბოლო 2 კვირა ვიყავი საქართველოში. უმეტესი ნაწილი გავატარე ბორჯომის ხეობაში, ვიყავი ვარძიაშიც, ჩემს მეუღლესთან ერთად. წარმოუდგენლად ლამაზი შთაბეჭდილებით ჩამოვედი. ულამაზესია მტკვარი, მტკვრის ხეობა, ბორჯომის ხეობა შემოდგომისას. და მე შემოდგომით ნანახი არ მქონდა. აქაც კი ლამაზი ბუნება მაქვს, მაგრამ ეს მთები, აი იმ ულამაზესი ფერებით წარმოუდგენელ ემოციას იწვევდა ჩემში და რა ლამაზია საქართველო კიდევ ერთხელ აი ამ ჩემმა მოგზაურობამ დამარწმუნა. თბილისში გავჩერდი მხოლოდ 2 დღე და ძალიან სენტიმენტალური განწყობით წამოვედი. იმდენად ავეწყე აქ 3 საათია ახლა განსხვავება ჩვენს და თქვენ შორის, რომ აი 3 დღე 5 საათზე მეღვიძებოდა, ესე იგი ჩვენი დროით 8 საათია ისე ვიყავი ქართულ დროს აწყობილი. რომ ჩამოვედი, ძალიან საინტერესო რა მოხდა, ის სწორედ პატარა ფსიქოლოგიური ამბავია და მინდა რომ მოგიყვეთ. მე ბილეთები ვიყიდე, ფრენის ბილეთები ვიყიდე Lufthansa-ის შოპში და ვიცოდი რომ რაღაც მეტი დაჯდება ვიდრე სხვაგან, მაგრამ მინდოდა რომ კომფორტული ყოფილიყო ფრენა, რადგან ბოლო წლებში განსაკუთრებით ეს ღამით ფრენა და მგზავრობა ძალიან მღლის და ჩამოვედით ჯერ ვენაში წამოსვლისას გადაჯდომა ჰქონდა და ვენიდან და უკან წამოსვლისას მიუნხენიდან ჰამბურგი. მერე ჰამბურგიდან კიდევ 3 საათი მატარებლით თუ რასაკვირველია მატარებელმა არ გაგასწრო როგორც ჩვენ და კიდე 1 საათი ველოდეთ. და მოხდა ისე რომ მე ეს ინფორმაცია არ მქონია, არ ეწერა და დავადგინეთ რომ ჩამოფრენდით მიუნხენში ცოტა მოგვიანებით, რომ ეს მეორე თვითმფრინავი მიუნხენიდან ჰამბურგამდე იყო არა Lufthansa-ის, არამედ Eurowings-ის. ეს არის როგორც მივხვდი მე, ისეთი ხელსაყრელი, ისეთი ფირმა, რომლის თვითმფრინავებიც მართლაც აი ესეთია ვიწრო დასაჯდომები და ძალიან ისეთი იაფასიანი ჩანს. მაგრამ ეს არ იქნებოდა პრობლემა. საქმე ის არის, რომ ჩვენ უნდა გავსულიყავით შენობიდან, ესე იგი სხვა ტერმინალში იყო, რომელიც აი ამდენი წლების განმავლობაში მე ძალიან ხშირად ვარ ესე მიუნხენით ჩამოსული და არ მქონია ეს ვარიანტი, რომ შენობიდან გადიხარ და ახლიდან გადიხარ შემოწმებას. ესე იგი შენით შემოდნები კი, მაგრამ შენ თვითონ შენობას ტოვებ და თანაც როგორ ავტობუსით და თუ ავტობუსმა გაგასწრო და 10 წუთი უნდა ელოდო და ფეხი წახვედი, აი ეს არის დაუსრულებელი. ესე იგი ფიზიკურად თუ კარგ ფორმაში არ ხარ, გაგიჭირდება. და ჩვენ ეს რო აღმოვაჩინეთ, აღმოჩნდა რომ დროშიც ვიწვევით. მე ეს ვერ გავითვალისწინე, რომ ამდენი დრო დაჭირდებოდა. და ჩემმა მეუღლემ თქვა, რომ მოდი ავაჩქაროთ ფეხიო, ეს ორივე დიდი ჩემოდანი მას ჰქონდა და მე პატარა ჩემოდნით და ეს ღამის ფრენა, როგორც ჩარლი ჩაპლინის ფილმებში ეს წინ მე უკან ესე და ძალიან დაღლილი ვარ თანაც და დაუძახე მე, იმიტომ რომ კარგად რომ დავფიქრდი, მივხვდი რომ მაინც ვერ მივასწრებთ და აი ამ რბენას რაღაცა აქვს. დაუძახე რომ იცი ვერ მივასწრებთ მაინც და მოდი გავჩერდეთ მეთქი და წნარად წავიდეთ. და ჩვენ შორის იყო დაახლოებით ესე 4-5 მეტრი და გვერდით ახალგაზრდა გოგონა მოდიოდა, გერმანელი გოგონა. დაახლოებით 25-30 წლის. მე ვერ შევამჩნევდი მას, იმიტომ ვისეცალა სხვა მგზავრებისათვის. შევამჩნიე, იმიტომ რომ მე რო ეს დაუძახე, რომ მაინც ვერ მოვასწრებთ, ის მომიტრიალდა მე და აი ძალიან ისეთი გამამხნევებელი და დადებითი ესეთი ტონით დაბეჯითებით მითხრა ერთი სიტყვა: მოვასწრებთ. და მე საპასუხოდ გაუღიმე და
მართლაც იცით უნდა გითხრათ, რომ რაღაც ენერგია მომეცა, ნაბიჯიც ალაჩქარე. მოკლედ ჩვენ თანაც რომ მივედით კიდე კონტროლზე, გერმანელები იშვიათად აკეთებენ ამას, მაგრამ სხვა გზა არ იყო ჩემმა ქმარმა თქვა, რომ ჩვენ უნდა გავიდეთ ურიგოთ, ჩვენ გვაგვიანდება, შევედით კიდევ ამ რენტგენზე კიდე გაგვატარეს და შეიძლებოდა დიდი ალბათობით, ალბათ შეგვიშვებდნენ თვითმფრინავში, მაგრამ მოხდა ის, რომ თვითმფრინავს დააგვიანდა 20 წუთი, რაც არ იყო გამოცხადებული და მაგრამ როცა ჰამბურგთან გვაქვს საქმე, ეს რაღაცები ხშირად ხდება. ეხლა ამ მომენტში კი ამინდის გამო, იმიტომ ხშირად არის წვიმა, ქარი, წელიწადეს ამ დროს და ჩვენ არათუ მივასწარეთ, არამედ იქვე ეს კაფე იყო და დავჯექით და ცოტა სულიც კი მოვითქვით. და მაშინ მოვიხედე კიდევ უკან დავწნარდი და კიდევ ერთხელ დავწმუნდი, თუ რა დიდი ძალა აქვს განსაკუთრებით კიდევ უცხო ადამიანისაგან, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ გააჩნია გარდა მოყვას ის სიყვარულისა, თუ თვითონ არ დაივალდებულა თავი, ნათქვამ მოტივაციას და კეთილ სიტყვას. და ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ სამყარო ასეთ ადამიანებს მიგზავნის და მართლა ენერგია მომცა, მართლა მოტივაცია მომცა. და იცით, ახალგაზრდა გოგონა იყო და ტიპიური გერმანული საქციელიც არ არის, უნდა გითხრათ, იმიტომ რომ გერმანელი იტყვის, რაც ჩემი საქმეა, მე აქ ვისაც ვიცნობ, ისინი ისედაც ჩქარობენ, ეხლა მე ხო ხელი არ უნდა შეუშალო და საერთოდ არ გამოგეპასუხება ამ დროს, არ ჩაერევა შენს სიტუაციაში და ძალიან მესიამოვნა. ღმერთმა გაახაროს ეს ადამიანი და იცით, ესეთ რაღაცები რო ხდება, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი დიდი პოზიტივი, რომელიც კი იმას ხო ვეღარ ნახავ მთელი ცხოვრების განმავლობაში, ისიც კი აღარ ვიცი როგორ გამოიყურება. სხვა ადამიანს ვიღაცას სჭირდება ის გამამხნევებელი სიტყვა და ის კეთილი სიტყვა, თუ რაც შეიძლება რომ გავაკეთოთ, ადამიანია თუ ცხოველია, უნდა ეს სიკეთე დავატრიალოთ, რომ გავრცელდეს, ეს პოზიტივი დავატრიალოთ, რომ გავრცელდეს. და მე თვითონ მაქვს გამოცდილი, რომ ჩემს ცხოვრებაში პირველად არ არის ესე და ძალიან მადლიერი ვარ და იცით რა, მე თვითონაც ვცდილობ, როცა როგორც შემიძლია, რომ ეს ენერგია ჩემთან კი არ დარჩეს მარტო, არამედ უნდა განვავრცოთ, ესე გავაძლიეროთ. სხვათა შორის ძალიან საინტერესო მაგალითი მინდა მოგიყვეთ ჩემი პროფესიული ცხოვრებიდან. ჯერ კი ამ მაგალითს წაუმძღარებ ერთ რამეს, რომელიც მე ჩემზე აქაურ ცხოვრებას რომ აღვწერდი, მე მგონი გამომრჩა. როგორ დავიწყე მუშაობა, მე მგონი ეს ფაქტი, ეს გამომრჩა. იცით, მე რომ მუშაობა დავიწყე რაღაც პროექტში ვიყავი, სადაც ახალგაზრდებთან მქონდა ურთიერთობა, ეგრეთ წოდებულ თინეიჯერებთან. და აღმოჩნდა, რომ მე მათთან მუშაობა ძალიან მიჭირს. ძალიან ისეთი ემოციურად გაუწონასწორებლები იყვნენ და მე მიყვარს ძალიან ჰარმონიული, გაწონასწორებული სიტუაცია. და ძალიან ძნელი არის, როცა 12 გოგონა მყავდა ჯგუფში, ბიჭები კიდევ უფრო უკეთესი იყვნენ, მაგრამ განსაკუთრებით გოგონები იყვნენ, ძალიან ისეთი აფორიაქებულები, ამ ასაკში, ძალიან გაუწონასწორებლები. მაგალითად, რაღაცა თემა გვაქვს და იწყებდა ერთი ტირის და რა გატირებს და რაღაცა გაახსენდა, ან იყვნენ უიმედოდ შეყვარებულები და ასე შემდეგ. და ძალიან მინდოდა შეცვლა და მე მაშინ არ ვიცი საიდან ეს გამბედაობა საიდან მქონდა, მე მგონია ისე გამიჭირდა ამ ჯგუფის გაძლება, რომ ალბათ ესე დაუშვი, რომ შეიძლება სამსახურის გარეშე დარჩენილიყავი და მივედი ჩემს შეფინიასთან და ვთხარი, რომ მე აღარ შემიძლია. მეთქი მოვთხარი, უკვე 2-3 ღამეა, კარგად არ მძინავს და უნდა დავამთავროთ ერთი კვირა. ვიქნები და მე როგორც ჰონორარზე მყოფს, მქონდა ამის უფლება, რომ ერთი კვირის შემდეგ თავი გამენთავისუფლებინა.
ნუ მითხრა ძალიან სამწუხარო არისო, უნდა ვეძებო ესე იგი, ამ ერთ კვირაში უნდა ვნახო ვინმეო და მეო შენთვის არა მაქვს აი ამ მომენტში რამე შემოთავაზებაო პროექტიო. ნუ რასაკვირველია ეს არ მესიამოვნა, მაშინ ძალიან ვიყავი დამოკიდებული თანხაზე, შემოსავალზე აუცილებლობას წარმოადგენდა და მივხვდი რომ ეხლა კიდევ უნდა დავიწყო კიდე ძებნა და ასე შემდეგ და იცით როცა ჩვენ თავისუფალი გვაქვს ხელები რაღაცაზე უარს ვამბობთ, დიდი ალბათობით იღება რაღაცა შანსი იხსნება ჩვენს წინ. და აი ეს მეყო მაშინ ის ჭკვარ, ვთქვი რომ ერთი კვირა უნდა ცოტა გონებაზე მოვიდე, დავისვენო რთული სამსახური მქონდა და აი ამ ერთი კვირის ფარგლებში აი ამ ფირმიდან დამირეკეს და მთხოვეს რომ მოდითო ჩვენთანო გვაქვთ შემოთავაზებაო. წავედი და მითხრეს რომ აი ეხლა ჩვენ გვაქვს მიგრანტების ჯგუფი, რომელსაც სჭირდება პროფესიული რასაც მე ვაკეთებდი და ისეც ოღონდ ეხლა მათთან პროფესიისთვის მომზადება, ასე ვთქვათ, რამე პროფესიის შესწავლაზე კი არ იყო ლაპარაკი, როგორ დაწერონ мотиваციის წერილი, როგორ გაიარონ გასაუბრება, რა უნდა იცოდნენ, აი როგორ რაც ნიშნავს გერმანიაში მუშაობა და ასე შემდეგ. და კიდე ძირეული კანონები. და ამაზე მე დიდი სიამოვნებით დავეთანხმე, ჯგუფმა დიდი სიხარულით მიმიღო და ჩემთვის ეს იყო უკეთესად მიხდიდნენ. სიხარულით მივდიოდი სამსახურში და მივხვდი რომ რა კარგი რა მე გავაკეთე რომ უარი ვთქვი, იმიტომ სხვანაირად ამ ჯგუფს ვერ შევიხვედრებდი. და იქ იყო ეს მომენტი, რის გამოც გიყვებით ძალიან საინტერესო მომენტი. იყო ერთი გერმანელი რუსი, რომელიც ჩვენ რო ვამთავრებდით მუშაობას, მოდიოდა რომ დაელაგებინა ის ოთახები და ის გამომელაპარაკა გერმანულად და მითხრა რომ მკითხა ეს ქალის სახელი დაასახელა რომ იმას არ იცნობ და ვუთხარი არა და აბა ისო შენს ადგილზე მუშაობდაო და აღარ მუშაობსო, ძალიან კარგი ქალი იყო და ასე ძალიან აქებდა. და დამაინტერესა და გავიკითხე ჯგუფში არ გამიკითხია კიდევ კარგი. გავიკითხე ჩემს კოლეგებში და აღმოჩნდა რატომ გათავისუფლდა ადგილი და რატომ მომეცა ეს შანსი. შემდეგი ყოფილა აზერბაიჯანიდან ეს ქალი, სახელი ისეთი იყო რომ ვერ დავადგინე, შეიძლება იყო აზერბაიჯანელი, ან ნახევარი აზერი, ან რუსი ცხოვრები, ეს მე არ ვიცი. ამ ქალმა მითხრეს რომ იყო ამ აზერბაიჯანიდან და მომხდარა კამათი მას და ჯგუფის მონაწილეებს შორის, რომელებშიც იყვნენ თურქები, იყვნენ პოლონელები, იყვნენ არაბი ქალები, იყვნენ არაბები მაშინ ნაკლები, შემდეგ ძალიან ეს 2015 წლამდე არის ლაპარაკი, ეს არის დაახლოებით უნდა გითხრათ რომ დაახლოებით 16-17 წლის ან დაახლოებით აი ასეთ ეს ამბავი და მოკლედ მას უთქვია რომ ჩემი სემინარის მონაწილეებს ძალიან ჰქონდათ ჩვევათ რომ გერმანია ეკრიტიკებინათ. ეს ამას ყველგან წააწყდებით. ესე იგი ანატოლიიდან ჩამოსული ძალიან სასიამოვნო საყვარელი თურქი ქალი, რომელიც რაღაც ძალიან დიდი განათლებით არ გამოირჩეოდა, აი შეეძლო დიდხანს ესაუბრა, რომ აი ეს როგორ შეიძლება ყველაფერს იყენებენ, აი თქვენ ჩემი ვიდეოები ნანახი გაქვთ, რომ ეს კანალიზაციის გაწმენდის შინარჩენებსაც აძლევენ უფასოდ წაიღოს სოფლის მეურნეობამ და სასუქად გამოიყენოს და აი ამაზე ნერვიულებდა ძალიან მაგალითად. და მოკლედ აი ამ კამათების შემდეგ ამ ქალბატონს უთქვია, რომ თუ არ მოგწონთო, მიგრძნობითო ვინ გაძალებთო აქ რატო ხარ თუ მაშინ თუ ეს ქვეყანა არ მოგწონთო. პირდაპირ ესე ხო და აუჯანყდა ეს ჯგუფი, შეკრეს პირი, დაწერეს განცხადებები და უნდა გითხრათ, რომ ამდენი წელი აქ ცხოვრობ და აი მაშინ ის გაოცებული ვიყავი, რომ 2-3 წლის ჩამოსული ხალხი როგორ კარგად იყო ინფორმირებული, ან თავი როგორ დაეცვა, ან რაღაც როგორ მოეთხოვა, ესე იგი კანონებს ძალიან კარგად იცნობდნენ. განსაკუთრებით იქ, სადაც შეიძლებოდა თავიანთი მათთვის უპირატესი რაღაც ყოფილიყო, მომგებიანი ყოფილიყო. და მოკლედ
ეს ქალი გაანთავისუფლეს აი ამ კამათის გამო და მათი საჩივრების გამო. სხვა პრეტენზია არ ყოფილა, იყო მხოლოდ ის, რომ მან უთხრა, რომ თუ არ მოგწონთ, მიბრძანდით, მაშინ რატო ხართ აქ ესე, აი ამ ფორმით. ეს მე რასაკვირველია, არ მესიამოვნა, მაგრამ ნუ ამ ჯგუფთან ვიმუშავე 2 წელიწადი. შემდეგ სხვადასხვა პროექტებში ვიყავი და ბევრს ეგონა, რომ ჩვენ გვქონდა კარგი ანაზღაურება. ეხლა ჩვენ მაშინდელ ანაზღაურებას გეუბნებით, დასამალი არაფერი არ არის და მე თქვენ გეტყვით, რომ კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი იყო მთელი გერმანიის მასშტაბით და პედაგოგის ანაზღაურება იყო აი 1000 დაახლოებით 2000 ბრუტო. ესე იგი აქედან წარმოიდგინეთ ნეტო ეს ხელზე გადასახადი ავადმყოფობის დაზღვა, რომელიც მაშინ 16% იყო, ეხლა თითქმის 19 და 20%-ს აღწევს და ნუ სხვა გადასახადებიც როგორიც არის ავადმყოფის უმუშევრობის, ვინც ეკლესიის წევრია კიდე და კიდევ მოვლის, როცა ადამიანს როდესღაც შეიძლება დაჭირდეს. საკმაოდ დიდი გადასახადებია და ჩვენ რასაკვირველია ამას არ ვამბობდით რა შემოსავლებზე იყო ლაპარაკი და მე ვიყავი ჰონორარზე მაინც, ხო. და აი ჩემს კოლეგებს ესეთი დაბალი შემოსავალი ჰქონდათ და ჩემი საათობრივიც არ იყო მაღალი. და იყო მომენტები, რომ ნუ ძალიან ისეთი რთული ჯგუფი ყავდა და თუ შენ შეფინია და ისინი ციცულებოდნენ, შენ ხარში არ გედგა, უკვე ძალიან ცუდად გრძნობდი თავს. ესეთი მომენტებიც იყო და სხვა კარგი მომენტებიც იყო და აი ესეთი ერთ-ერთი რთული მომენტის დროს მომივიდა ძალიან რაღაცაზე გული, აი ეს ჩემ მაშინდელი შეფინიას ქცევაზე მომივიდა გული, რადგან რთული ჯგუფი იყო და ვიგრძენი რომ მარტო ვარ და მივდივარ სახლში ძალიან ესე ვთქვათ დატვირთული ემოციურად და მაგალითად თუ ჯგუფიდან თუ ვინმე არ იქცეოდა კორექტულად და შენ ჯგუფიდან ამოიღებდი, ნიშნავდა რომ ის კარგავდა სოციალურ დახმარებას და ეს ჩემი შეფინია მას სხვა ჯგუფში თუ ჩასვამდა, ესე იგი ინარჩუნებდა. ესე იგი რა გამოდიოდა ჩვენ ამ საქციელს მის ვინმე თუ იყო ისე წრეგადასული, ვერ ვსჯიდით დოცენტები და ვთქვი რომ მე ეხლა ეს თანხა კი მჭირდება, მაგრამ უკვე რაღაც ზღვარზე მივედი და ძალიან გაბრაზებული ვარ, მოვკიდე ამ ჩემს გასაღებს ხელი და ვიფიქრე, ეხლა მე შევალ ამ გასაღებსაც მაგიდაზე დაუტოვებ და დავამთავრებ ამ უღირს სიტუაციას, მეთქი ჩემთვის უღირს სიტუაციას და რასაკვირველია ჩემს სათქმელსაც ვეტყვი და თუ გავბრაზდი ძალიან ცუდი გაბრაზებაც ვიცი და აი ესეთი აი ძალიან გაბრაზებული მივდივარ და გამასწრო ზუსტად მანამდე კი იქ იყო და ალბათ ესე 5 წუთის წინ წასულა, ხო, ეხლა ვიფიქრე, აი ამ განწყობით რა უნდა ვქნა, ეხლა ჩემი შვილი იყო მაშინ აი ამ გარდატეხის ასაკში. ჩემი მეუღლე მუშაობდა მაშინ მიუნხენში, აი ესე შორს. ვიფიქრე, რომ ამ განწყობით არ შეიძლება ჩემი სახლში წასვლა, უნდა სადღაც გავიარო, რომ გული გადავაყოლო. ველოსიპედით ვიყავი და ჩავედი ქალაქში. ვიფიქრე, ეგება რაღაც აი გული მაქვს ისე დამძიმებული, ისეთ განწყობაზე ვიყავი, რომ დანაპირს არ მიხსნი და ეს როგორც ვამბობ. დავინახე, არის ესეთი სამკაულების მაღაზია, ბრიჯიტ ბიჟო ქვია, ფრანგული მაღაზია არის და იქ აქვთ ქვები, ეს ბუნებრივი ქვები, ნუ მაშინ ჰქონდა ძალიან ბევრი და ეხლა მე სამკაულების არჩევას კი არ მქონდა საქმე, ვიფიქრე, აი რო შევიდეგება და ის ქვები, ეს მთის ბროლი და ეს ხელშევავლებ რაღაცა ეგება ცოტა გულზე მომეშვას. შევედი რაღაც ამდენი მაშინ ძალიან ბევრი მაღაზიები იყო, ეხლა ნახევარი ქალაქი დაკეტილია და ცარიელი არის და რატომღაც იქ. და როგორც კი შევედი და სიღრმეში არის ეს ქვების განყოფილება, გამყიდველი შემომეგებოდ ჩემი ესე იგი ჰალო ფრაუ შევსკი ესეთი იმით ძალიან პირადად ესე ჩემი გვარით მომესალმა და დავიბენი უყურებ. იცით რომ მეო თქვენთან სემინარებზე ვიყავიო მეუბნება და იცით აი თქვენ რომ მეუბნებოდითო რომ არასდროს არ დაკარგო იმედიო. აი ნახეთო
არ დავკარგე იმედიო და ჩემი შესაფერისი სამსახური ვიპოვეო. და დიდი მადლობაო მიხდის და მე გავშეშდი. იმ მომენტში გამიჭირდა გააზრება რა ხდება და ეს მიღიმის წინ მიდგას და უცებ გამინათდა გონება. რომ თქვენ ეს გამინათდა გონება, რომ ადამიანი, რომელიც იყო ჩემს სემინარებზე და რომელს მე გავამხნევე და მომავლის იმედი რომ არ დაკარგო, ესე დავარწმუნე ამაში, იმ დროს, როცა მე მიჭირდა და ქვებიდან მინდოდა მიმეღო რაღაცა შვება, ეს ადამიანი იდგა ჩემს წინ და მის ესე იგი გაუცნობიერებლად მამხნევებდა მე. იცით, აი ამან ისე შემძრა ამ სიტუაციამ. ძალიან დიდი მადლობა გადაუხადე და ამ დროს კი მადლობა ღმერთ შემოვიდა ვიღაცა, ის რომ ბევრი ლაპარაკიც არ შემეძლო, აღარც ქვებისაკენ აღარ წავსულვარ, მეუთხარი მეჩქარება, უღრმესი მადლობა. გამოვედი აი ამ სამკაულების მაღაზიიდან და იცით, თითქოს განახლებული, საერთოდ სიმძიმეს აღარ გრძნობდი გულში. აი, სულ სხვა ადამიანი წავედი პირდაპირ სახლში. და რასაც დასთეს შენიაო, აი ამის ჯერა მე და კიდევ სამყაროც მიდასტურებს და კიდევ რაც მთავარია, რაზეც ფოკუსი გვაქვს. და აი ეს როცა გასახსენებელი მაქვს, უნდა გავიხსენო ეს და არა ის, როცა ვიღაცამ შეიძლება მიღალატა, როცა ვიღაცამ რაღაცას ფეხი დამიდო. რადგან აი ამის გახსენებით თქვენს ვინც მისმენს, თუნდაც იყოს ერთი არ იყოს ეს ვიდეო და იყოს ვინმესთან საუბარი. ის ადამიანიც იღებს იმ პოზიტივს და აი თუ გავიხსენებ იმას, რაც ნეგატიური იყო, შესაბამისად ენერგიაც ხდება ასეთი. და აი ამ ჩემს ვიდეოს დავამთავრებ ერთი მაგალითით. იცით, დღეს მომხდა თვალში ესეთი პოსტი. სრულიად უცნობი ადამიანის, არას მერჩის Facebook-ი რა უნდა, რატომ მიგდებს ამ პოსტებს, როცა ჩავიხედავ ხოლმე არ ვიცი, მაგრამ ეწერა სიტყვები და იყო საკმაოდ სიტყვები ჩამოწერილი, რომელიც არის არაბული, სპარსული, რუსული არ იყო ხო, თურქული და კიდევ ეს ებრაული წარმოშობის. და იცით, ეხლა რაღაც მოცულობით ეს ყველა აქედან შემოსული სიტყვები, ქართულ ენაში დამკვიდრებული სიტყვები უკვე ძალიან საკმაოდ მოცულობითი ჩანდა. და შესაბამისად იყო ამის ქვემოთ ეს კომენტარები, რომ უი თურმე ენაც არ გონია საკუთარი, დაინახე რამდენი სიტყვები არის და ჩვენ კიდევ გონია, რომ ჩვენი ენა ორიგინალურია და ასე შემდეგ. ეხლა იცით, მე დავფიქრდი, რომ აი ესეთი პოსტი რო გავაკეთო, აი ეხლა ამ დროს, როცა რთული პერიოდია, რა მიზანს ემსახურება? ბუნებრივია, რომ ყველა ენაში არის შემოსული სიტყვები, ყველა ენაში. მით უმეტეს იმ ენაში, რომლის მფლობელიც ესე შევიწროებული იყო მეზობლებისაგან, სხვა კულტურების თუ ასევე უკულტუროებისაგან, დაპყრობილი იყო, თავზე მოხვეული ჰქონდა მათი წესები, ნაწილობრივ მათი რელიგიაც თავზე ჰქონდა მოხვეული და გარდა მაგისა მაშინდელი ელიტა, ეგრეთ წოდებული ელიტა, რომელიც ყოველთვის არის ძალიან იოლად დამთმობი თავისი ღირებულებების. მე-17 საუკუნეში სპარსულად საუბარი მიაჩნდათ მიღებულად თბილისში, მერე მოვიდა, მერე რუსულად იყო. მერე ეხლა ინგლისურად გარკვეულწილად აი ამ ათწლეულებში. იცით, ეს ერთი და იგივე კატეგორია არის, ერთი და იგივე ფსიქოტიპის ნაზავია, რომელიც ამას აკეთებს და ეხლა ვინც ამას ეხლა აი ამ პოსტს ესე აზიარებს, რა მიზანი აქვს? მე რო პოსტებ, ხო რაღაც მიზანი უნდა მქონდეს. იცით, აი ამ პოსტის ეხლა ესე გაზიარება, რომ აი ამდენი სიტყვები არის შემოსული, რამე დადებითის მომტანი ხომ არ არის. ეს ისევე არის, რომ როცა დედა ძალიან დიდი ჩხუბით არის წამოსული ქმრის ოჯახიდან და შვილს რო ეუბნებოდეს, რომ აი შენ როგორც კი შემოგხედავ, შენი თვალები მამაშენს მახსენებს და შვილმა იცის, რომ მისი მამას სურს, თავის ყოფილი მეუღლეს სურს. ან ისე იქცევი, როგორც შენი ბებო დედამთილზე და ასე შემდეგ. მერე ესეთი ქალები ჩემთან მოსულან და თერაპია დიდი ხნის თერაპია დაჭირვებიათ. ისე რომ
აი ესეთი პოსტებიც, რომლების მიზანიც არის ის, რომ ენა დააკნინონ. რისთვის ახლა რატო ენათმეცნიერი თუ არ ხარ, თუ იმ წრეში არ ხარ, რა მიზანი აქვს ახლა აი ამ გრძელი სის ლამის ხანუმას გრაგნელის მაგვარი იყო მის გაკეთებას. და აი ესიც მე არავინ მყავს, არავის არ მივყვები, ვინც ძალიან ნეგატიურ პოსტებს და ეს სამყაროს დავიღუპეთ და ასე და ისე ამას აზიარებს, იმიტომ რომ აი იმ ენერგიით კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას. ჩვენ ფსიქიკაზე მოქმედებს ეს ყველაფერი და ეს რას ნიშნავს, რომ ავადდება ადამიანი ამ ენერგიით. რატომ იავადებ თავს სხვისი დრამების მოყვარულობის გამო? უნდა თავს გაუფრთხილდეთ, უნდა ჩვენი თავი დადებით ენერგიებში ვაცხოვროთ და ესეც არის რომ აი ჩვენს არქეტიპებში ზის ამ დრამისადმი მიდრეკილება და აქ არის საჭირო დისციპლინა. ის რაც ჩვენ არ გვარგებს, რაც პოზიტივს არ მოგვიტანს, უნდა მოვერიდოთ და ის რაც პოზიტივს გვაძლევს და გვამხნევებს და აი რაღაცა ჩვენს ენერგიას ზემოთ წევს, იქით უნდა გქონდეს მისწრაფება, აი როგორც პეპელა რომ მიეფარფატება სინათლეს, აი ისე უნდა უტრიალებდეთ იქ და რასაკვირველია, აქაც სიფრთხილე არის საჭირო. გარკვეული ექსტრემის ორივე მხარეს აქვს თავისი ექსტრემალური გამოხატულება, მაგრამ აი პასუხისმგებლობა საკუთარი ენერგიის მიმართ მიმაჩნია, რომ არის ჩვენი უპირველესი მოვალეობა. შემემჩნევია, რომ ადამიანები არიან, რომლებიც მორწმუნეები ჩანან, ეკლესიაში დადიან და მე მიკვირს, რომ ისინიც სულ რაღაც ნეგატიურს აზიარებენ, არ გვიხდება, არავის არ ხდება და აი გისურვებთ, რომ ის ძალა მონახოთ თქვენში და ის мотиваცია მონახოთ და ასევე მისცეთ თქვენ თავს უფლება, რომ აი мотиваცია მიიღოთ, რომ ის დადებითი რაც არის, თუნდაც პატარა იყოს, რომ თქვენი ენერგია გაიმჯობესოთ და თქვენი ჯანმრთელობისათვის, თქვენი უფრო უკეთესი მომავლისათვის შეძლოთ თქვენი თავის სიყვარულის აი ასე გამოხატვა. გისურვებთ პოზიტიურ დღეს. კარგად ბრძანდებოდეთ.